ამას წინ ქართული ოცნება ამბობდა, ბრიტანეთმა ზუსტად ისეთი გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენო და რამდენიმე მუხლი საერთოდ რუსული კანონის მსგავსიაო. მოკლედ, ბრიტანეთმა რუსული კანონი მიიღო. ეს კანონი ბრიტანეთმა მართლაც მიიღო და მე გეტყვით რატო. 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ბრიტანეთში სრულად ამოქმედა უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა, ეგრეთ წოდებული FIRS. ეს სისტემა ორი კატეგორიის ხალხს ეხება. პირველი, ანუ პოლიტიკური რეჟიმი ეხება იმ ხალხს, რომლებიც უცხო სახელმწიფოს პირდაპირი დავალებით მოქმედებენ და ფულს იმაში იღებენ, რომ ბრიტანელ მინისტრებზე, პარლამენტარებზე ან სხვა თანამდებობის პირებზე გავლენა მოახდინონ და მათ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა იქონიონ. ანუ ეს ეხებათ ლობისტებს, კონტრაქტორებს და პირდაპირი პოლიტიკური დავალების შემსრულებლებს. მეორე, განსაკუთრებული რეჟიმი იმ ქვეყნებს ეხებათ, რომელსაც ბრიტანეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს. ასეთ ქვეყნების სიაში ამჟამად რუსეთი და ირანი არიან. მოკლედ, ბრიტანეთი ებრძვის იმ ორგანიზაციებს ან კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო სახელმწიფოს პირდაპირი დავალებით მოქმედებენ. ეს არის მკაცრი კანონი, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრისთვის და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებისთვის. ამიტომ ბრიტანეთმა რუსული კანონი კი არა, სინამდვილეში FARA სტილის აქტი მიიღო. და ისე, რაში სჭირდება დემოკრატიებს ასეთი კანონების მიღება? მებრძოლი დემოკრატია პოლიტიკურ სამართლებრივი კონცეფციაა, რომელიც აცხადებს, რომ დემოკრატიამ თავი მედგრად უნდა დაიცვას იმ არადემოკრატიული ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული უფლებების გამოყენებას თავად დემოკრატიის დასანგრევად ცდილობს. მოკლედ, დემოკრატია ლობიოობა არ არის და ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებსაც ამოცნობა სჭირდებათ. ეს კონცეფცია გერმანული გამოცდილებიდან მოდის. ნაცისტური გამოცდილების შემდეგ გერმანიამ გადაწყვიტა, რომ ის აღარასოდეს უყურებს მშვიდად, როგორ ანგრევენ მის სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ძალები. ამიტომ ასეთი კანონის სამიზნე ანტიდემოკრატიული ძალები არიან. ისინი, ვინც დემოკრატიას ანგრევენ და არა ისინი, ვინც დემოკრატიას აკრიტიკებენ. სწორედ მებრძოლი დემოკრატიის იდეა უდევს საფუძვლად FARA-ს და მსგავსი ტიპის კანონებს. ეროვნული სუვერენიტეტის მართლა დასაცავად საჭიროა, რომ ის ძალები, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შეზღუდვას თანდათანობით ცდილობენ და ირანის დამყარებას ესწრაფვიან, თავისუფლად არ აბოგინო. პრინციპი, რომელიც ასეთ კანონებს ედება საფუძვლად, ებრძვის არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან ან საპოლიციო ძალადობას აპროტესტებენ, არამედ მტრული სახელმწიფოების მიერ მოგზავნილ ან მართულ დამქაშებს, რომლებიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრიან. ერთ სიტყვით, როცა გეუბნებიან ასეთი კანონი ბრიტანეთმაც მიიღო, ასეთი კანონი ამერიკაშიც მოქმედებს, თქვენ არ უნდა დაგაუწრეთ განსხვავება ეროვნული უსაფრთხოების მართვასა და პოლიტიკურ კონტროლს შორის. მაგალითისთვის, ბრიტანული და ამერიკული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენთან მიღებული სამი სხვადასხვა კანონი განსაზღვრულად ეხება ყველა მოქალაქეს, შეიცავს ფართო და ბუნდოვან ტერმინებს, ითვალისწინებს აღსრულების შერჩევით კრიტერიუმებს და რაც მთავარია, ემსახურება პოლიტიკურ კონტროლს და არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. ამ კანონებში უცხოური გავლენა, უცხოური ინტერესი და სხვა მსგავსი ცნებები ისეა გამოყენებული, რომ ნებისმიერ შემთხვევას მოერგოს, როცა ეს მაღანს დასჭირდება. ამით კი ისეთი ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპები ირღვევა, როგორიცაა განსაზღვრულობის, თანასწორობის, პროპორციულობის და სხვა ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპები, რომლის დარღვევაზეც ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სასამართლოებს უკვე სამ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში აქვთ ნამსჯელი. და მაშინ, როცა კანონი ამდენ დემოკრატიულ პრინციპს ერთდროულად არღვევს, თქვენ უნდა დაფიქრდეთ, არის ეს მებრძოლი დემოკრატია თუ არის ეს დემოკრატიასთან ბრძოლა.